ნოველა ასიმეტრი, მეტად ცნობილი რომანი უკაცრავად, მეტად ცნობილი რომანია საესაბიტორიასი, მოგვითხრობს ქალაქ სან-სებასტიანის მოედანზე, ბასკი აქტივისტის მიერ გარბენილ ბოლო 100 მეტრზე, ვიდრე მას პოლიცია არ გამოასალმებს სიცოცხლეს. პერსონაჟი იხსენებს წარსულს, ბავშვობას დამდგმელ სკოლაში, მამის გარდაცვალებას, პირველ სიყვარულს და მეგობარ აქტივისტს, რომელიც ტოვებს აქტივისტურ ორგანიზაციას. პირველი რაც რომანში ჩვენ ყურადღებას იპყრობს, არის მისი ორენოვნება. ანუ პერსონაჟები საუბრობენ როგორც ბასკურ, ისე ესპანურ ენაზე. საესაბიტორიამ ამ ხელს მიმართა იმისთვის, რომ გამოეხატა არსებული მისი თანამედროვე რეალობა. აღნიშნული ორენოვნება, როგორც ლინგვისტური არჩევანის მქონე იმპლიციტური მოვლენას შეფასდა, რომლის წინაშეც დღეს აღმოჩნდნენ ბასკი მწერლები, ეს გახლავთ ლასა გაბასტერის მოსაზრება. ამბავი, რომელსაც ავტორი შეძლებს დაგვარად ობიექტურად აღწერს, მოიცავს ნარატიულ ღერძს, ჯოჯოხეთში მოხვედრას, რომლის პერსონაჟიც ყოველ ჯერზე სულ უფრო მეტად მარტოსულად უევლინება. ვიდრე არ წარდგება სიკვდილის წინაშე. სევდა, რომელსაც ის სიკვდილის წინ განიცდის, შეიძლება იყოს მეტონიმურად გამოხატული სიმბოლური ღერძი, რომელზეც აგებულია რომანის სხვა თემები და ამ სხვა თემებს შორის აღსანიშნავია მარტოობა, პიროვნული სევდოპოლიტიკური არჩევნის გამო და შემთხვევითობა მიექცეთ ყურადღება როგორც არსებობის ფორმა. ყოველივე ჩამოთვლილი მიუთითებს ფაქტების სასოწარკვეთილ და პირადულ ხედვაზე, არა ეპიკულზე, არამედ ტრაგიკულზე, სიცოცხლისა და სიკვდილის წინაშე. ამ თვალსაზრისით რომანი უნდა აღვიქვათ როგორც აპოლოგიისგან დაშორებული ტექსტი. საესაბიტორია იონ ხუარისტი მიიჩნევდა, რომ საესაბიტორიაო განსაზღვრავსო სირთულეს მტკიცებულებით, რომელსაც შეძლებს დავარად ობიექტურად გამოხატავსო. და მიიჩნევს, რომ საესაბიტორიასეული გამოხატვის სტილი უკვე მოიცავს რეპრესიული პოლიციური რეჟიმის ცენზურას შემსუბუქების გარეშე, თუმცა ჭალებში შეიარაღებული ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ ბოლომდე დასრულებული ხუარისტის აზრით არ გახდათ. რომანში ჩემი იესო წარმოდგენილია ადამიანი, რომელიც პროგრესული დამბლით არის შეპყრობილი, იდეალი სიკვდილს და თავს იქცევს ამბების მოყოლით, მას უჭირს თვლა, მაგრამ ითვლის დაუღალავად, რადგან იცის, რომ ვიდრე ითვლის, დაავადება მას ვერ მოერევა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის აკვიატებული იდეის ამბავი. ეს არის აბსურდის რომანთან ახლომყოფი რომანი. ჩემი იესოს ენა არის მკაფიო და ობიექტური და გაკვრით შეეხება ისეთ მიმზიდველ საკითხს, როგორიცაა დედის თემა. ტექნიკური ხერხების გამოყენებით თკბობასთან ერთად მკითხველის ყურადღებას იპყრობს ინდივიდუალური დრო, დახვეწილი თხრობა და მოუწესრიგებელი მთხრობელი, რომელიც ჯიუტად გვიამბობს და მე ჩაგიკითხავთ თქვენის ნებართვით საესაბიტორიას ტექსტიდან, ამ ჩემი იესოდან, რომაინდან ერთ მცირე ციტატა. ბოლო საფეხურზე საშუალება გვაქვს დავივიწყოთ ეს უგადრუკი არსებობა და განსხვავებულად ვცადოთ ცხოვრება, თქვა მან ერთხელ ლუდის კაფით მოსვლილი თუჩებით. მაგრამ მუნჯისწრემლიან თვალებს მისი არ სწავლდათ, ზარების რეკვა, დაკარგული ნოტის ლითონისმიერი ჟღერა, საათი, დაწყებულ საქმეს ვერასოდეს ვასრულებ. ციტატის დასასრული. ხოსე ოლასიგერმა მიუძღვნა თუ დაგაინტერესებს საესაბიტორიას შემოქმედება, მას მეტად საინტერესო კვლევა, რომელიც 1991 წელს გამოქვეყნდა. შემდგომ ნაწილს ამ ლექციისას პირობითად დავარქმევდით ალეგორიიდან სიმბოლომდე და გავმარტოთ თუ რას გულისხმობთ ახლა. ბასკური ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთი მახასიათებელი გახლავთ რეალისტური რომანი. ამიტომაც ბასკური რომანის განვითარება არაჰარმონიულობის შეგრძნებას ქმნის და იგი მიდრეკილია ლირიკული ნოველის რომანის განვითარებასა და რეალობის ალეგორიის ჩანაცვლებასკენ. თითქოს რეალობის ნიღბის მოხსნის შიში გააჩნია. თუმცა ასევე კარგადაა ცნობილი, რომ ბოლო წლებში თხრობის დროს რეალისტური გამოხატვის ხერხებს მიენჭა უპირატესობა, რაც რეალური სამყაროს სიმბოლიზაციას ისახავს მიზნად. იგივე აჩაგას პროზას თუ ავიღებთ, ამის ჩინებული მაგალითია. ხსენებული მოვლენა აიხსნება ერთის მხრივ ალეგორიის გაბატონება და მეორეს მხრივ ის ხელს უწყობს ჟანრების და ექსპერიმენტების დაქსაქსვას, ანუ დისპერსიას. ამგვარად 79 წლიდან საესაბიტორიას შემოქმედებითი მემკვიდრეობის გამოქვეყნების შემდეგ ბასკურ ნარატიულ ლიტერატურაში გაჩნდა დისპერსია, როგორც ნარატიული ჟანრების, ისე რომანში გამოყენებული ტექნიკების თვალსაზრისით, რაც არ ახასიათებს, თქვათ, კოსტუმბრისტული ლიტერატურის ხერხებს. ბასკური რომანის განვითარებაზე ზეგავლენა მოახდინეს უცხოელმა ავტორებმაც, მაგალითად ვირჯინია ვულფმა მოახდინა დიდი ზეგავლენა იქონია არინჩა, ურეტა ბისკაიას მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე.
ასევე მარიონა ინდიას შუა საუკუნოვანი პაროდიული ლიტერატურა დიდი ზეგავლენა იქონია ხოსე აუსტინ არიეტას რეალისტსა და კოდო ისაგირეს იგავებზე. საინტერესო ფიგურა ჩვენთვის გახლავთ ასევე აი ამ ალეგორიიდან სიმბოლოსი ამ გადასვლის საფეხურზე გახლავთ მიკელ სარატე, რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა 23-79 წლებში, რომლის რომანებშიც უხვადაა გამოყენებული ალეგორიული ელემენტები. მის ერთ-ერთ რომანში, რომელსაც სამშობიარობის ტკივილი ეწოდება და 73 წელს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე არის გამოქვეყნებული, აღწერილია როგორ ვითარება იყო ბასკეთის ქვეყანაში ფრანკოს მმართველობის პერიოდში. ანუ ტრადიციული კულტურის ინდუსტრიულში ათქვეფა, ბასკური საზოგადოების დაპირისპირება დიქტატორულ რეჟიმთან, ასევე კრიზისში მყოფი სამყარო, რომელიც ტკივილად განიცდის ახალი საზოგადოების დაბადებას და რომელშიც ჯერ კიდევ იკვეთება ტრადიციული კულტურის ელემენტები. მიკელ სარატე ძლიერ ადარდებს ამ ტრადიციული ელემენტების დაკარგვა, თუმცა იგი ჯიუტი ფაქტის წინაშე აღმოჩნდება, რომ ეს გარდაუვალია. საზოგადოების კრიზისი მოთხრობილია ტრადიციული მითოლოგიის საშუალებით, უხილავი უნარი საშუალებას აძლევს ავტორს ასახოს ყოვლისმცოდნე კლასიკური მთხრობელი, მას მთელი სამყაროს აღწერის ამბიცია აქვს, სურს გვიჩვენოს გვიან ფრანკოსეული ხანის ბასკური საზოგადოება, შექმნას სინკრეტული ნოველა, რომელშიც ათქვეფილი იქნება მრავალი ელემენტი, პერსონაჟი თუ ადგილი. თუმცა იგივე ამბიცია აღროს ნაშრომის ერთიანობისაც, რომანის არც ერთი ნარატიული ძაფი არ არის ახსნელი მის აპოკალიფსურ დასასრულში და თითქოს აი სწორედ ფინალის არარსებობა უხდება ამ რომანს, რომელსაც სურს იყოს სარკე გარდასაქმნელად მზადყოფი საზოგადოებისთვის. თუმცა ავტორი არ გვთავაზობს რომანის საბოლოო განვითარებას და იქვე დაბეჭდილება, რომ იგი განგება აკეთებს ამას, რათა მკითხველს დაუტოვოს ფანტაზიის რეალიზაციის საშუალება. მიკელ სარატე შესანიშნავად ფლობს ბასკური ენის სხვადასხვა რეგის და ტექსტების აგების უნარს, მათი სტილისტური ეფექტების გათვალისწინებით. მისი დისკურსისა და სტილის სიმდიდრე არის ტექსტების ძირითადი ღირებულება, რაც ვლინდება როგორც რომანებში, ისე ნოველებსა და მოკლე მოთხრობებში. ეს მრავალფეროვანი საზოგადოება აღწერილია ასეთივე მრავალფეროვანი ენით, იქნება ეს ხალხური და საკულტო ბასკური, იქნება ნეომარქსისტული ტერმინოლოგია, ჯადოქართა ენა, იგულისხმება უკუღმააგებული ფრაზები, ესპანურის როგორც უპირატესი ენით და ასე შემდეგ. სანებური ბრჭყალებში რომ გამოვიყენოთ ეს სიტყვა სინთეზური ენა გამოხატავს კრიზისში ტრადიციული და თანამედროვე მდგომარეობას შორის მყოფ სამყაროს, რომელიც იდენტობის, პოლიტიკური და მშობლიური ენის გამოყენების კრიზისაც კი განიცდის. ორიოდე სიტყვით შევჩერდეთ ანხელ ლერჩუნდზე. ანხელ ლერჩუნდის შემოქმედება შეესაბამება ამ თავის ქვესათაურიც და ამიტომ მოკლეს შევეხებით მას ალეგორიიდან სიმბოლომდე. ლერჩუნდის პირველი რომანი ზღვის უკუქცევა ურტურიში, ურტური გახლავთ გეოგრაფიული სახელწოდება, ალეგორიული ელემენტის სიჭარბით გამოირჩევა და მასში კოდის საშუალებით არის აღწერილი საზოგადოების რეაქცია სოფლის დატბორფაზე. ტექსტში არსებული ნართაულები მიუთითებენ ფრანკოს პერიოდის ბასკეთის ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, საზოგადოება იყოფა ფაქტიური ძალაუფლების მქონე და ახალგაზრდა ფენად, რომელსაც სურს მისი განახლება, ანუ ახალგაზრდა გამაახლებელ ფენად. მეორე რომანი შეეხება ბავშვობის პერიოდს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სუბიექტურობის ხანას, რომელიც წარმოიცავს დოქტრინულ და ზედაპირულ ღირებულებებს. მაგალითად, რომანი მთავარი ქუჩა დაშორებულია აბსოლუტისტურ მისწრაფებებს და ეძებს თავშესაფარს მოთხრობის შინაგან სამყაროში, სადაც სქესისა და მოზარდობის ხანის სირთულეების კრიზისის დესიდეალიზაცია ხდება. ავტორი ხატავს სიმბოლურ სამყაროს, რომელიც არ წარმოიშობა სიტყვისა ან ნართაულისგან, გაურბის ცენზურას, რომელსაც კონფლიქტი ასაზრდოებს. ეს ამოსავალი წარწერილი მას ეხმარება ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილი ტექსტის შექმნაში, მე-16 ასე ეწოდება ამ რომანს, რომელიც 1993 წელს გამოქვეყნდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ავტორმა განაცხადა, რომ რომანის მიზანი აგრესიის და იმ გარემოს პასიურობის აღწერაა, რომელშიც ის ვრცელდება. აღწერის დოქტრინული ხასიათი არ აქვს და საყრდენად იყენებს სოფლის აგრესიას. ეს გახლავთ შინაარსი ასეთია მონიზლავის ამბავი, რომელიც სარისკონის ზლავის შედეგად იღუპება, მას სურს საკუთარ ბუნკერს გადაახტეს. რომანში ნათლად ჩანს გარსია მარკესის ნაწარმოების გულისხმობთ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა ზეგავლენა, თუმცა იგი მალევე შორდება იტალიური ნეორეალიზმის იდეებს. მასში განსხვავებული ნარატიული ჟანრებია არეული, სოფლის დრამა და დეტექტივი და სხვა. ავტორი გვთავაზობს საზოგადოების სურათს, რომელიც უკვე აღარ არის მხოლოდ ბასკური და ხასიათდება სოციალური პირმოთნეობით, რასაც
უპირისპირდება სიტყვის განმათავისუფლებელი ძალის წმენაც, იგი მიუთითებს როლზე, რომელიც ინტელექტუალ მომენტში შეასრულოს საზოგადოებაში. რომანში კარლა, რომელიც 1999 წელს გამოიცა, ავტორი არ იყენებს დიალექტებს და ტრადიციულ მახასიათებლებს, რათა დაწეროს თანამედროვე ბასკურ კონტექსტს დაშორებული ნოველა, მას სურს დაიშრიტოს ბასკური კოსმოხედვისგან, რომელიც გამოხატავს პერსონაჟის შინაგან სამყაროს, მოქმედი გმირი ამ რომანის გახლავთ კომიქსების ავტორი, რომელსაც შეუყვარდება თავის შექმნილი მდედრობით სქესის პერსონაჟი. გმირი საკუთარ თავსაც კომიქსების პერსონაჟად წარმოედგინეს და სულ უფრო მძაფრად განიცდის გამოგონილი პერსონაჟის რეალურ აღქმას. სიუჟეტი ავტორს ეხმარება რადიკალურად გადმოსცეს შემოქმედებითი პროცესის მნიშვნელობა. დროსა და სივრცის რღვევა, პერსონაჟის სიმბოლიზაცია განსაკუთრებით არის გამოხატული ლერჩუნის ბოლო რომანში, სახელწოდებით კაპიტანი ფრაკასა, რომელიც 1991 წელს გამოიცა. სულ ეს იყო, რაც ამ ლექციაში გვინდოდა თქვენთვის წარმოგვედგინა. შემდგომ მე-11 ლექციაში ჩვენ მივუძღვნით რეალიზმს მე-20 საუკუნის ბასკურ ლიტერატურაში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.